სამხრეთ ამერიკის მზე, ოკეანის ქვიშიანი სანაპირო, სიმწვანეში ჩაფლული ანდების მთათა სისტემა, ქვეყანა, რომლის ტროპიკულ ჯუნგლებში ხარობს კოკაინი. ეს კოლუმბია, რომელმაც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში შექმნა იმპერია, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო. როგორ დაიწერა ნარკოკარტელების ისტორია, როგორ მოქმედებდნენ ისინი და ვინ იყვნენ მათ სათავეში. ამის გასაგებად გამოიწერეთ არხი. ნარკოკარტელების ისტორია ცოტა შორიდან დავიწყოთ. უფრო სწორედ ნედლეულიდან. რა არის კოკაინი? კოკაინი არის ალკალოიდი, რომელიც მიიღება კოკას მცენარის ფოთლებისგან. ეს მცენარე გვალვიან, მთიან რეგიონებში იზრდება, სადაც მკაცრი კლიმატი და მაღალი მოსავლიანობა ხელს უწყობს ნარკოტიკის წარმოებას. კოკას მცენარის ფოთლები შეიცავს კოკაინს, ძლიერ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომელიც ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. და როდესაც ფოთლებს კრეფენ, ისინი გადიან გარკვეულ დამუშავების პროცესს, რომ მათგან ამოიღონ აქტიური კომპონენტი. პირველი ეტაპია ფოთლების დამუშავება, რომელიც იწურება ქიმიური ხსნარების საშუალებით, რათა მიიღონ კოკაინის კონცენტრირებული სითხე და შემდეგ ეს სითხე გადაამუშავონ სუფთა კრისტალებად და ამის შემდეგ სრულდება ნარკოტიკის დამუშავების პროცესი. წარმოების ეს პროცესი საკმაოდ რთულია და სპეციფიკურ ცოდნასაც მოითხოვს. ასევე გამოცდას და რისკის აღებას. კოკაინის შექმნა და მისი გამოყენება ნარკოტიკად იწყება მე-19 საუკუნეში, უფრო ზუსტად 1859 წელს, როდესაც გერმანელმა ქიმიკოსმა ალბერტ ნაიმენმა პირველად გამოაცალკევა კოკაინის ფოთლისგან განსაკუთრებული ნივთიერება. ამ ნივთიერებას კი ჰქონდა განსაკუთრებული სტიმულატორული თვისებები, რაც ხელს უწყობდა ცენტრალური ნერვული სისტემის დაძლევას და ენერგიის დასს. თავდაპირველად კოკაინი გამოიყენებოდა როგორც ადგილობრივი ანესთეზია, განსაკუთრებით თვალის ოპერაციებში, თუმცა შემდეგ პერიოდში მან სულ სხვანაირი დატვირთვა შეიძინა. კოკაინის მასობრივი გაყიდვა ნარკოტიკად ხდება 1970-იან წლებში. როდესაც მისი მომხმარებლები ძირითადად მდიდარი და ცნობილი ადამიანები იყვნენ. მაშინაც კი, როცა კოკაინი ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად დაბლოკილი, მის სწრაფმა გავრცელებამ საერთაშორისო ყურადღება მიიქცია. მთავარი ადგილები, სადაც კოკაინის გაყიდვა და გამოყენება მოხდა, იყო მაიამი, ლოს-ანჯელესი და ნიუ-იორკი. სწორედ ამ ქალაქებში 1970-იან წლებში შეიქმნა პირველი არალეგალური ნარკოკარტელები, რომლებიც მოიპოვებდნენ კოკაინს კოლუმბიიდან და შემდეგ ყიდიდნენ მთელს ქვეყანაში. კოლუმბიის ნარკოკარტელების პირველი ჩამოყალიბება 1970-იან წლებში იწყება, როდესაც ნარკოტიკების მოთხოვნა საერთაშორისო დონეზე მკვეთრად გაიზარდა. კარტელების გაჩენა იყო შედეგი იმ ფინანსური პოტენციალისა, რომელიც კოლუმბიაში კოკაინის წარმოებასა და გადაზიდვას მოჰყვა. ნარკოტიკების ტრაფიკი არ იყო მხოლოდ საქმიანი შეთავაზება, ეს იყო სერიოზული გარღვევები საზღვრისპირა და სამართლებრივი სისტემების გადატვირთვაში. თანდათანობით შეიქმნა ნარკოკარტელები, რომლებიც სულ მალე იმპერიებად იქცნენ. მედელინის კარტელი დაარსდა 1970-იან წლებში, როდესაც პაბლო ესკობარი და მისი მსგავსი სხვა გავლენიანი ნარკობარონები შეიკრიბნენ და დაიწყეს კოკაინის ექსპორტი კოლუმბიის მთებიდან. მათ შექმნეს პირველი კარტელი, რომელიც მოქმედებდა კოლუმბიის მთიან, ნაკლებად კონტროლირებად რეგიონში, რათა ეწარმოებინათ და გადაეტანათ კოკაინი ამერიკასა და ევროპის ბაზრებზე. ეს კარტელი კოკაინის საერთაშორისო გადამამუშავებელი და გადაზიდვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძალა გახდა. მედელინის კარტელმა შეიმუშავა მთელი ქსელი, რომელიც მოიცავდა კოკაინის წარმოებას, გაყიდვას და გადაზიდვას. მათი სტრატეგია იყო ნარკოტიკების დიდი რაოდენობით გადატანა გემებით, თვითმფრინავებით და მიწის გზებით. მედელინის კარტელი იყო პირველი, ვინც დაეუფლა ყველაფერს: პოლიტიკურ ზეწოლას, საზღვრის კონტროლს, ბანდებთან თანამშრომლობას და ამ ყველაფრის კომპლექსურ კოორდინაციას. პირველი კარტელები მედელინის და ასევე კალის გამოჩნდნენ იმ დროისათვის, როდესაც კოლუმბიის მთავრობა იყო შემჩნეული კორუფციაში. ეკონომიკურმა პრობლემებმა კი შექმნა ახალი ბაზრები. კარტელები იღრენებდნენ თაღლითობას, ბრუტალურ ძალას, ასევე მათ წინადადებებს აკონტროლებდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ამერიკა და რაც მათ ხელს აძლევდა მოეპოვებინათ ძალაუფლება მთელ მსოფლიოში. კარტელების გაერთიანება, ძალა და ეფექტური ოპერაციები,
რომლებიც მათ წარმოებაში, ტრანსპორტირებაში და პოლიტიკურ მექანიზმებში ფართოდ გამოიყენეს რადიკალურად ცვლიდა კოლუმბიისა და სხვა ქვეყნებისა თუ რეგიონების ტრაფიკს. შესაბამისად, პირველმა კარტელებმა სწორედ 1970-იან წლებში დააწესეს ისეთი ნარკოტიკული და საერთაშორისო ქსელები, რომლებმაც მთელი მსოფლიო გადაალახეს. რის შედეგადაც მექსიკა და ამერიკის ნარკოტიკების გადამამუშავებელი ქსელები მათ კონტროლქვეშ მოიქცა. პაბლო ესკობარი კი, რომელიც მიჩნეულია ნარკოტიკების სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და შემაშფოთებელ ფიგურად, იყო კოლუმბიური მედელინის კარტელის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკობარონი ისტორიაში. მისი ძალაუფლება, გავლენა და საკუთარი შექმნილი კარტელი იქცა ნარკოტიკების ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად. 70-იან წლებში პაბლო ესკობარმა და მისმა მოკავშირეებმა ჯორჯ როდრიგეს კაჩომ, ბერნარდო რივერამ დაამტკიცეს მედელინის კარტელი. სწორედ ეს კარტელი გახდა კოლუმბიის ნარკოტიკების ყველაზე დიდი ტრანსპორტირების ქსელი, რომელიც იწყებდა კოლუმბიიდან კოკაინის გადაზიდვას ამერიკაში და სხვა ქვეყნებში. კარტელის სტრატეგია განსხვავდებოდა სხვებისგან. ისინი სახელმწიფო კონტროლს თავს არიდებდნენ. მათთან კორუფცია და დანაშაულის ქსელები მჭიდროდ ერწყმოდა ერთმანეთს. პაბლო ესკობარი თვითონ ხელმძღვანელობდა კარტელს. ესკობარი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ნარკოტიკების დისტრიბუციაში ახალი სტრატეგია გამოიყენა, რაც მოიცავდა მსხვილ საზღვაო გზებს, თვითმფრინავებს, მიტოვებულ ადგილებს და ცალკეული ტრანსპორტირების გზებს, რითაც მსოფლიო ბაზრისთვის კოკაინი უფრო ხელმისაწვდომი და სწრაფად გასაყიდი გახდა. პაბლო ესკობარის გამარჯვების წესი იყო ძალადობისა და მექანიზმის გამოყენება. მისი პირველი და მთავარი პრინციპი იყო, რომ ყველაფერი იყიდება. კორუფცია და ძალადობა იყო მისი მთავარი იარაღები. პაბლომ და მისმა კარტელმა გადაიხედა უზარმაზარი თანხა კოლუმბიის პოლიციაში, ასევე სამხედროებში, მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირების მოსყიდვაში და სხვადასხვა საჭირო ინფორმაციების მოძიებაში. ამასთანავე ისინი არ ერიდებოდნენ სისხლიან მეთოდების გამოყენებას. თუ ვინმე მათ წინააღმდეგ წავიდოდა, მისი ცხოვრება სწრაფად მთავრდებოდა. ესკობარი აგებდა გლობალურ ქსელს, რადგან მისი გავლენა კრიმინალურ სამყაროში ძალიან დიდი იყო. ესკობარი კოკაინის მეფე გახდა. 1980-იან წლებში პაბლო ესკობარის ხონობა გაუტოლდა დაახლოებით 30-40 მილიარდ დოლარს, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდარ ადამიანად ხდიდა. ამასთანავე ესკობარი ცდილობდა მისი სახელი ყოფილიყო პატივსაცემი და პოპულარული, განსაკუთრებით კოლუმბიაში. მან შექმნა სოციალური პროექტების, რომლებიც მას დაეხმარა როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე სოციალურ მედიაში, ხელოვნებაში და პოლიტიკაშიც კი, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ პაბლო ესკობარი იყო დამნაშავე. კოლუმბიური ნარკოკარტელები განსაკუთრებით 1980-იან წლებში გამოიყენებდნენ სერიოზულ და გენიალურ ხრიკებს, რათა კოკაინი უპრობლემოდ გადაეტანათ კოლუმბიის მთებიდან, მექსიკასა და ამერიკის მეშვეობით. მათი ტაქტიკა და სტრატეგია მოიცავდა როგორც უაღრესად განვითარებულ ლოჯისტიკას, ისე ქმედებებისა და ტექნოლოგიების დახვეწილობას, მთა, შორეული გზები და ბუნებრივი დაბრკოლებები. კარტელები იყენებდნენ მთიან რეგიონებს, რათა გადაეტანათ ნარკოტიკები. კოლუმბია ქვეყანაა, სადაც ნაკლებად არის სამხედრო ბაზები და უსაფრთხოების თვალთვალის ცენტრები. ესეთი იყო მთიანი ზონები, როგორიცაა ჰარპა, ანდები და სხვა ადგილები. მთები და გაუვალი ტყეები პაბლო ესკობარს და სხვა ნარკობარონებს საშუალებას აძლევდნენ მოემზადებინათ საიდუმლო გზები და გაქცეოდნენ ხელისუფლების ორგანოებს. ბულდოზერები გამოიყენებოდა საიდუმლო გზების გასაყვანად, რომლებიც ლანდშაფტთან შერწყმული იყო. კარტელები ხშირად იყენებდნენ მიტოვებულ გზებს, რომლებიც გადადიოდნენ მექსიკის ჯუნგლებში, კოლუმბიის მთებში და შორეულ ტერიტორიებზე, სადაც ფედერალური პოლიცია და სხვა სახიფათო ოპერატიული ძალები არ იჭრებოდნენ. ეს გზები ხშირად არ იყო რეგულირებული, არც ჰქონდათ მონიტორინგი, რადგან მათ კოლუმბიური და მექსიკელი ნარკოკარტელები იყენებდნენ ნარკოტიკების გადატანისათვის. კარტელების სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა ნარკოტიკების მაღალი მოცულობით გადატანას, მოიცავდა განსაკუთრებით პატარა თვითმფრინავებს, რომლებიც გამოიყენებდნენ მიტოვებულ აეროდრომებს. კარტელები ხშირად იყენებდნენ საბაგირო გზებს და საკონტეინერო სისტემებს, რათა უფრო ჩქარად და უსაფრთხოდ გადაეტანათ ნარკოტიკი. კოლუმბიური ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლა გახდა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც გაგრძელდა თითქმის 5 ათწლეულის განმავლობაში. კარტელებსა და სახელმწიფოს შორის ეს ბრძოლა მოიცავდა როგორც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ისე სამხედრო ძალებს. კოლუმბიის მთავრობა, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები
ერთიანად ეწინააღმდეგებოდნენ კოლუმბიურ კარტელებს. თუმცა მათი ძალა შედარებული კოლუმბიის კარტელებთან იმდენად მცირე იყო, რომ მათთან ბრძოლა ხშირად უშედეგოდაც მთავრდებოდა. კოლუმბიის მთავრობამ ვერ შეძლო ვერასდროს სრული კონტროლი აღედგინა კარტელებზე, რადგან მათი ფინანსური და სოციალური გავლენა ამ პერიოდში ძალიან დიდი და ძლიერი იყო. პაბლო ესკობარი და მისი კოლეგები გამოიყენებდნენ ძალადობას და კორუფციას, ასევე დაშინებას, მოსყიდვას, რათა დაეშალათ კოლუმბიის ხელისუფლების ძალები. 80-იანი წლების ბოლოს კოლუმბიის მთავრობამ საბოლოოდ გაცნობიერა, რომ ნარკოტიკების კარტელები გახდნენ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა. თუმცა მათ წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთული იყო მაინც. მედელინის კარტელი აწყობდა უამრავ ტერორისტულ შეტევას კოლუმბიის ხელისუფლებისა და პოლიციის წინააღმდეგ. ესკობარმა და მისმა მომხრეებმა მრავალი მაღალი რანგის პოლიციელი, ჯარისკაცი, საჯარო პირი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი მოკლეს, რაც კოლუმბიის მთავრობისთვის კიდევ უფრო ამძიმებდა სიტუაციას. 1984 წელს ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთო ამ ბრძოლაში, რადგან ამერიკის ხელისუფლება აღიარებდა, რომ კოლუმბიის ნარკოინდუსტრია პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას. DEA, Drug Enforcement Administration, ამერიკული ნარკოტიკების ადმინისტრაცია და CIA, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო აქტიურად ჩაერთნენ ნარკოტიკების კონტროლის და კარტელის დანგრევის საქმეში. ამერიკელი აგენტები თანამშრომლობდნენ კოლუმბიის ხელისუფლებასთან, რათა გაეძლიერებინათ სანქციები, სახელმწიფო კონტროლი და დაეწყოთ ნარკოკარტელების მოქმედების დეტალური მეთვალყურეობა. კოლუმბიის პოლიცია და მის წინააღმდეგ შექმნილი ექსტრადაციის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. Los Extraditables იყო ჯგუფი, რომელიც ხარს უჭერდა კარტელებს და მათთვის მთავარი მიზანი იყო არ დაეშვათ კოლუმბიის ხელისუფლების მიერ ნარკობარემების გადაცემა ამერიკისათვის. პაბლო ესკობარი და მედელინის კარტელი განსაკუთრებით შეუპოვრად ეწინააღმდეგებოდნენ ამ ექსტრადაციის პოლიტიკას. ესკობარმა აწყო ლეგენდალური ოპერაციები, რომლებიც ესკობარის სახლის დამანგრეველი პლანის სახელით გახდა ცნობილი. თუმცა საბოლოოდ ის მაინც მოკლეს. ესკობარის დაღუპვის შემდეგ 1993 წელს მისი კარტელი ფაქტიურად დაიშალა. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავდა ნარკოტიკების ბიზნესის დასრულებას. კარტელების მდგომარეობა არ შეცვლილა, რადგან მისმა მემკვიდრეებმა, მათ შორის კალის კარტელმა და მექსიკის კარტელმაც გააგრძელეს ოპერაციები. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიის მთავრობამ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი კონტროლი და შექმნა ახალი მეთოდები ნარკოტიკების გადაზიდვასთან საბრძოლველად, მსოფლიოს ბევრ რეგიონში ნარკოტიკების ბიზნესი კვლავ ძლიერია. ამერიკის შეერთებული შტატები, კოლუმბია, პანამა და სხვა ქვეყნები აქტიურად განაგრძობენ ბრძოლას, მაგრამ ახალი ტექნოლოგიები, მაგალითად, როგორიცაა დრონები, გლობალური ინტერნეტი და ქსელები, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიები კვლავ ქმნიან ახალ გამოწვევებს. ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ მასთან ბრძოლის გზა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე 70-იან 80-იან წლებში. მიუხედავად პაბლო ესკობარის საინტერესო ამბებისა, მაინც არ უნდა დაგვაუსწროს, რომ ის იყო დამნაშავე და ნარკოტიკების გამსახებელი. ამიტომ მან ის რეალური სასჯელი და ხვედრი მიიღო, რაც ეკუთვნოდა. ამით ეს ჩანაწერი დასრულდა. მალთ მოსმენისთვის გამოიწერეთ არხი.